დღეს მინდა გესაუბროთ Liquimolis გერმანული ახალი თაობის აპარატზე, რომელსაც ქვია Jet Clean Tronic 2 და გამოიყენება როგორც საწვავის სისტემის საწმენდად, ასევე ჰაერის შემშვების სისტემის გასაწმენდად. გამოიყენება როგორც ბენზინის ძრავებზე, ასევე დიზელის ძრავებზე. და ეხლა აგეხსნით თუ რატომ უნდა გაწმინდოთ რეგულარულად როგორც საწვავის სისტემა თქვენ ავტომობილებზე, ასევე ჰაერის შემშვების სისტემა და რა უპირატესობები აქვს ამ ყველაფერს. დროთა განმავლობაში საწვავის სისტემაში გროვდება მავნე ნალექები, რომელიც აფერხებს ძრავის მუშაობას, ზრდის საწვავის მოხმარებას და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ძრავის სიმძლავრის შემცირება, გაზრდილი საწვავის ხარჯი, ძრავის ვიბრაცია და ხმაური, მავნე გამონაბოლქვის რაოდენობის ზრდა. ეხლა აგიხსნით თუ როგორი წმინდება საწვავის სისტემა. გვაქვს ორი დანამატი. ეს კონკრეტული განკუთვნილი არის ბენზინის ძრავებისთვის, ხოლო მეორე დანამატი განკუთვნილია მხოლოდ დიზელის ძრავებისთვის. დანამატი ისხმევა აპარატში, აპარატი უერთდება ავტომობილს, წყდება საწვავის მიწოდება და ავტომობილი მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ დანამატებზე. ხსნარის შემთხვევის პროცესში იწმინდება როგორც ეგრეთ წოდებული ინჟექტორები, ანუ ფქვევანა, ასევე სარქველები და დგუშის თავები. და მთავარი კითხვა, თუ სად მიდის ეს დაბინძურება და ჭუჭყი? ბენზინის ძრავების შემთხვევაში მწვის კამერაში ვითარდება საშუალოდ 500 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო დიზელის ძრავებში გვაქვს საშუალოდ 700 გრადუსი. აფეთქების მომენტში დაბინძურება და ჭუჭყი მოლეკულურ დონეზე ნადგურდება და გამოდის გამონაბოლქვის სახით. ანუ მწვის კამერაში არანაირი დაბინძურება აღარ რჩება. რა შედეგს მივიღებთ Jet Clean Tronic 2-ის გამოყენებით? პირველ რიგში ძრავის მუშაობის გაუმჯობესება, ძრავის სიმძლავრის აღდგენა, საწვავის ხარჯის შემცირება და მავნე გამონაბოლქვის შემცირება, რომელიც ასევე დაგეხმარება ტექ დათვალიერების მარტივად გავლაში.